განხილვის პროცესში ბევრი საინტერესო მოსაზრება ითქვა და რაც მთავარი რაც გამოიკვეთა ეს არის აუცილებლობა რომ საკითხები შესწავლილი იქნეს სიღრმისეულად იმისთვის რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნეს ისეთი გადაწყვეტილების მიღება მათ შორის კომპანიის მხრიდან რომელი გადაწყვეტილებაც მაქსიმალურად ორიენტირებული იქნება იქ დასაქმებული ადამიანების ინტერესებზე მაქსიმალურად უმტკივნეულო იქნება ეს გადაწყვეტილება თანამშრომლებისთვის და ასე შემდეგ. ჩვენ შევეცდებით უახლოესი დღეების განმავლობაში რომ მაქსიმალურად დიდი შრომა ჩავდოთ, დიდი ძალისხმევა ჩავდოთ საიმისოდ რომ საუკეთესო ვერსია, საუკეთესო ვარიანტი იქნეს ნაპოვნი საიმისოდ რომ შეძლების დაგვარად მაღალ დონეზე იქნეს უზრუნველყოფილი იმ თანამშრომლების უფლებები, მათი სამომავლო პერსპექტივები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ რისკი, ასე ვთქვათ, გარკვეული სამუშაოს დაკარგვისა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ნაყოფიერი იყო კომისიის ეს სხდომა. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ პირველი და უმთავრესი ფაქტი არის ის, რომ კომპანიას აქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები, ეს გამოიხატება როგორც საერთაშორისო ბაზარზე არსებული პრობლემებით, ასევე სახელმწიფოს მიმართ დავალიანებით, რომელიც ასევე რამდენიმე ათეულ მილიონს შეადგენს, ეს სხვადასხვა სახის დავალიანება არის და რასაკვირველია საჭირო არის გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ მოიძებნოს ოქროს შუალედი და როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულების ინტერესები იყოს დაკმაყოფილებული შესაბამისად შემდეგ შეხვედრაზე ჩვენ უნდა გქონდეს კარგი კომუნიკაცია პირველ რიგში ერთმანეთთან და ამის შემდეგ რასაკვირველია კომპანიასთან ერთად ვიმუშაოთ იმ ოქროს შუალედის მოძებნაში, რომელიც დაგვეხმარება გამოვიდეს ეს პროცესი მაქსიმალურად ნაკლები ზიანი. ასევე მნიშვნელოვანი არის მოლოდინების მართვა, არასწორი მოლოდინები, ის არის რაც აზიანებს ზოგადად ასეთ პროცესებს და მინდა მოუწოდო აბსოლუტურად ყველა მხარეს, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელიც პოლიტიკა შეიტანს ისეთ საკითხში, რომელიც პირდაპირ ბიზნეს და შრომის საკითხებს უკავშირდება და ასევე არასწორ მოლოდინებს უჩენს იქ დასაქმებულებს, ამ მოლოდინებს ქმნიას ისეთი განცხადებები, რომელიც ეხება მაგალითად ნაციონალიზაციას, აღნიშნული საწარმოსში, ან თქვათ სახელმწიფოს შესვლას და ასე შემდეგ. გარკვეულწილად ვიცით იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია გეგმავს საერთოდ დახურვას, წასვლას, ეს რისკები იქნა შეწონილი ჩვენგან მიწოდებული ინფორმაცია, პოზიცია არის ის, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში მყისიერად, უსწრაფესად იქნება განხილული ის საკითხები, რომელიც გარკვეულწილად უზრუნველყოფს ნათელი სურათის დანახვებას და ეს ბუნდოვანება რაც გვაქვს და ჩვენ რასაც ესე ვთქვათ, ვერ ვცემთ კითხვის ნიშნებს პასუხს ამ ყველაფერს გაეცემა მთავრობის ჩართულობით პასუხი და იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში გარკვეული კონტურები გამოიკვეთება იმ პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს აწუხებთ ჭიათურის მოქალაქეებს.